გადავინაცვლოთ წალენჯიხაში პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ კოალიცია ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის მერობის კანდიდატს წალენჯიხაში ხვიჩა მებონია უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონ ხვიჩა, მოგესალმებით, მადლობა რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. რატომ გადაწყვიტეთ მოკლედ ამ პროცესში შესულიყავით? რა არის თქვენი მთავარი мотивация? როგორ ფიქრობთ, გაიმარჯვებთ თუ არა ამ მუნიციპალიტეტში? გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება. არჩევნები მიმდინარეობს იმის ფონზე, რომ ფაქტობრივად საქართველო არის ოკუპირებული. თითქმის მთლიანად 20% ხელისუფლება და საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებს ჩვენი სეპარატისტული რეჟიმების მეშვეობით ჩვენი ტერიტორიის 20%-ს, ხოლო დანარჩენ 80% თითქმის მთლიანად აკონტროლებს ოლიგარქიული რეჟიმის მეშვეობით. და ერთადერთი ესეთი აუღებელი ციხესიმაგრე და რომელიც ვერ მოდრიკეს, ვერ გატეხეს, ვერ დააჩოქეს არის წალენჯიხა. წალენჯიხა როგორც სიმბოლო დაუმორჩილებლობისა. 4 წლის განმავლობაში რეები არ იკადრეს. ფიზიკური, ფსიქოლოგიური, პროპაგანდისტული ტერორის ქვეშ ყავდათ ამის მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით წონებული მერი გია ხარჩილავა, გელა აბულაძე, მაგრამ ვერაფერი ვერ შეძლეს, ვერ დააჩოქეს ხალხი, იმიტომ რომ ძალიან ძნელია თავისუფლების იდეით გულანთებული ადამიანების დამარცხება. აი 4 წლის განმავლობაში ისინი გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენთან ბრძოლას არ აქვს აზრი, რომ ჩვენ მაინც ძლიერები ვართ, მაინც დაგამარცხებთ. მაგრამ არ გაუვიდათ. შარშან 24-ში ჩაატარეს სპეცოპერაცია. მიუხედავად იმ უზარმაზარი წნეხისა და გაყალბებებისა 48%-ზე მეტი რაიღეს წალენჯიხაში. სწორედ ამიტომ ჩვენ წელს შევდივართ იმ განწყობით, იმ ბრძოლის ჟინით, რომ არაფრის დიდებით არ დაუთმოთ ეს თავისუფლების ჯერჯერობით ერთადერთი. ბატონ ხვიჩა, როდესაც ესაუბრებით თქვენ ადგილობრივებს, წალენჯიხის მცხოვრებლებს, რას ამბობენ ისინი, აპირებენ არჩევნებზე მისვლას? ზოგადად არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი კარგად გვესმის ყველას, რომ საქართველოში ძალიან ესეთი თემა არის, რა ძალიან გზნობიარე თემა იმის ფონზე, რომ ოპოზიციის, პროევროპული ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს ბოიკოტს, ხოლო გარკვეულმა ნაწილმა მივიღეთ გადაწყვეტილება შევიდეთ ამ ბრძოლაში, უთანასწორო ბრძოლაში, მაგრამ დიდი გამარჯვების ჟინით. მოსახლეობა ცოტა არ იყოს დაბნეულია, მე გულისხმობ იმ ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ ამ არჩევნებს. დაბნეულია გამომდინარე იქიდან, რომ მათი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ვისაც ისინი მხარს უჭერენ, მოუწოდებენ ბოიკოტისკენ, თუმცა თავად მოსახლეობას არაფრის დიდებით არ უნდა აი ამ ერთადერთი თავისუფლების კუნძულის დათმობა. შესაბამისად, ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ აი ეს რაღაც უხერხულობის ბარიერი, რაც ადამიანებს თუნდაც იმ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის პარტიის ამომრჩევლებს გააჩნია, თანდათანობით დაიძლევა და ჩვენ 4 ოქტომბერს ერთიანად ისევ ერთად ყველა ერთად გამოვალთ საარჩევნო ყუთებთან და კიდევ ერთ დიდ ბრძოლას გავუმართავ საოკუპაციო რეჟიმს, რომ კიდევ ერთხელ დავიცვათ წალენჯიხა და დავანახოთ ყველას, რომ წალენჯიხა არ ნებდება და ჩვენ ერთად შევძლებთ გამარჯვებას და ეს ამავე დროს უნდა გახდეს მაგალითი კიდევ ჩვენი სხვა ქართველებისთვის, საქართველოს სხვა კუთხეებისთვის, სხვა რაიონებისთვის, სხვა ქალაქებისთვის, რომლებისთვისაც ერთგვარი რაღაც ნათელი წერტილი არის დღეს საქართველოში წალენჯიხა, როგორც მაგალითი იმისა, რომ ოკუპანტთან ბრძოლაში შეიძლება გამარჯვება. შეიძლება თუ ერთად დაუდგებით, შეიძლება თუ გვწამს ამ გამარჯვების და ის ნიჰილიზმი და ის რაღაც ნარატივი, რომ თითქოს ბრძოლას აზრი არ აქვს, სამწუხაროდ ზოგი შეგნებულად და ზოგი შეუგნებლად ამით წისქვილს გასაგებია. ბატონ ხვიჩა, გითხარით ასევე უფრო მეტი თქვენი კონკურენტი შესახებ, ვინ არის ეს ადამიანი ქართული ოცნებიდან, რა ბიოგრაფია აქვს მას, როგორ პოზიციონირებს საზოგადოებაში და ასე შემდეგ, ვინ არის ის? მე ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით ბატონ გუბაზე, იმიტომ რომ არ ვიცნობ ისე როგორ გამარჯვება ხელის ჩამორთმევით, ვიცი რომ სპეცსამსახურებში მუშაობდა, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაცია მის შესახებ არ მაქვს. მე არც მის ადამიანობაზე, არც მის პიროვნებაზე, განათლებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ვიცნობ ოჯახს, საიდანაც მოდის, საკმაოდ განათლებული, კარგი, ავტორიტეტული საპატივცემულო ადამიანების შვილი არის და შესაბამისად იმედს ვიტოვებ, რომ თვითონაც ასეთ გარემოში აღზრდილი ადამიანი იქნება კარგი ადამიანი, თუმცა დღეს ის დგას არასწორ მხარეს, არ ვიცი ამას აცნობიერებს თუ არა. დღეს საქართველოში ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს
ეს არ არის უბრალოდ არჩევნები და ის რაც დღეს საქართველოში ხდება არის ზვიადის და მერაბის მიერ დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაგრძელება. დღეს ჩვენ ვებრძვით ოკუპანტს. მრავალწლიანი ბრძოლის, მრავალწლიანი თავგანწირის, უამრავი ქართველთა სისხლის მიერ მოპოვებული შანსი, რომ გამხდარიყავით თავისუფალი სამყაროს წევრები და თავი დაგვეღწია რუსული ჭაობისთვის საბოლოოდ ივანიშვილმა და მისმა ხელის გოგობიჭებმა ისევ დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ისევ ძალადობით ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება 2024 წელს. ბატონ ხვიჩა, აი როგორ ფიქრობთ თქვენ, აი განსაკუთრებული რთული მისია ხომ არ გექნებათ, ვიცით რომ აი წალენჯიხა როგორ დგივა ხო ქართულ ოცნებას, ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტია, ქართული ოცნება აქ დამარცხდა წლების წინ და ახლა განსაკუთრებული ინტერესი აქვს ბუნებრივია ამ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას. როგორ ფიქრობთ, გაგიჭირდება თუ არა თქვენ მოგება ამ მუნიციპალიტეტში? რას ელოდებით ამ პროცესში? რა თქმა უნდა, რთული იქნება. ქართული ოცნება თქვენ თუ აკვირდების სპიკერები ხშირად ქართული ოცნების ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ წალენჯიხა. რომ თითქოს და წალენჯიხის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 21 წლის არჩევნების მერე მოახდინა დისტანცირება დანარჩენ საქართველოსთან. და აი ამ პროპაგანდას ეწევიან სატელევიზიო არხებით თუ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. სინამდვილეში ყველაფერი ხდებოდა პირიქით. სწორედ მათ მოახდინეს დისტანცირება წალენჯიხელებისგან. არ მახსოვს არც ერთი თანამდებობის პირი, მინისტრი, გუბერნატორი ჩამოსულიყოს აქ იმ უამრავი პროექტის მოსანახულებლად, არაფერს ვამბობ მონაწილეობაზე, რომელიც განხორციელდა წალენჯიხაში ამ 4 წლის განმავლობაში. ერთადერთი ჩამოდიან თუ რამე ცენტრალური ხელისუფლება დააფინანსებდა რაიმე პროექტს, თავიანთ პარტაკტიკთან ერთად გადაიღებდნენ მან ფოტოებს, ვიდეოებს, შემდეგ იქეფებდნენ წავიდოდნენ. თქვენ გახსოვთ კახიკალაძის ვოიაჟი წალენჯიხაში, როგორც რაღაც ეგზოტიკურ ქვეყანაში რო ჩამოვიდა აქ და ყველას რაღაც ძალის დემონსტრირებას რო უკეთებდა. თითქოს ეუბნებოდა რომ აი თქვენ ესეთ 4 წელი ხო ფეხებზე გვეკიდეთ, თუ ეხა ხმას არ მოგცემთ, მომავალი 4 წელის ფეხებზე დაგიკიდებ და ან ხოლმე და ესე საგრიალოდ ელარჯის გასაწელად და დროის ატარებლად ჩამოვართ. ანუ თქვენ ხართ ვიღაცეები, უცხოები, ჩვენთვის არ არსებობთ, არ გთვლით ადამიანებად, სანამ არ გახდებით ჩვენიანები და ჩვენინდების გამტარებლები და ამცურებლები. წალენჯიხელი მოსახლეობა ამას გრძნობს. სხვათა შორის ცნობენ ოცნების ამომრჩევლების, რომლებიც შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს აი ასეთი დამოკიდებულებით მათ მიმართ და შესაბამისად ჩვენ გვესმის რომ ძნელი იქნება ეს ბრძოლა, მაგრამ თუ ჩვენ ერთად დავუდგებით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისეთ წალენჯიხაში როგორც 21. დიდი მადლობა ჩართვისთვის. წალენჯიხიდან გვერდებოდა ხვიჩა მებონია, კოალიცია ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის მერობის კანდიდატი.